მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობა ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარების საფუძველია. ურთიერთობაში ყალიბდება ბავშვის თავდაჯერებულობა, თვითშეფასება და დამოკიდებულება გარე სამყაროსთან. თუმცა, ყოველდღიურობაში ბევრი დაბრკოლება შეიძლება გაჩნდეს, რაც ამ ურთიერთობას ართულებს. სწორედ ამიტომ აუცილებელია გავიგოთ, როგორ ვიპოვოთ საერთო ენა ბავშვთან, როგორ შევქმნათ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და როგორ დავხვეწოთ ჩვენი მშობლის როლი. ამ თემაზე დღეს ჩვენ სტუმართან ფსიქოლოგ მარინა გაჭარავასთან ერთად ვისაუბრეთ. დილამშვიდობის გაბატონო მარინა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ამ მნიშვნელოვან თემაზე საუბრისთვის. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ულოცავთ ბავშვებს დღევანდელ დღეს და სწორედ არ არსება მშობელი, რომელსაც საუკეთესო არ უნდადეს თავისი შვილისთვის, მაგრამ რამდენად გამოგდის, რამდენად სწორედ გამოგდის და როდესაც საუბრობთ მშობლსა და შვილს შორის ჯანსაღ ურთიერთობაზე, სწორედ ეს არის საინტერესო, რას გულისხმობს ეს ჯანსაღი ურთიერთობა. მადლობა ნინო. ეს ალბათ ყველაზე აქტუალური თემა, რაც შეიძლება იყოს, ეს არის გილოცავთ მეც ნინოობას ბავშვთა დღეს. ერთმა მშვიდობა მოგცეს შინ და გარეთ ჩვენს გულებში და გარე სამყაროში, ოჯახებში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. ურთიერთობის ფუნდამენტი მაინც ალბათ ჩემი აზრით არის პატივისცემა. და პატივისცემა რა არის? როდესაც მე შენ გხედავ, განგიხილავ, გისმენ, როდესაც ჩემთვის შენი აზრი მნიშვნელოვანი. ახლა ვიღაცა ეტყვის, რომ ეს ხო ისედაც ასეა. რა თქმა უნდა, ასეა. მშობელს უპირობოდ უყვარს თავისი შვილი, მაგრამ ასე არ ვიქცევით სამწუხაროდ. ვიქცევით როგორ? რომ მუდმივი კრიტიკა, მუდმივი რაღაცა იგივე კრიტიკის გარდა შეურაცხყოფა, დამონათება. აი ელემენტარულ მაგალითს ვიტყვი მაგალითად. რაღაცა რო რჩება ბავშვს და ორჯერ ან სამჯერ დარჩა და შეიძლება რატო თავი არ რჩება და შენ დაბდურა ხარ და შენ ესე ანუ მის თვითშეფასებაში პირდაპირ ვარდება ყველა ის სიტყვა, რასაც ჩვენ გაბრაზებულები ვეუბნებით. და ამ დროს ჩვენ გონია რომ არაფერი ისეთი არ ვთქვით სინამდვილეში. ისეთი რა ვთქვით? აი მაგალითად აი ესეთი მარტივი ფრაზაც, რომელიც არის რომ უკეთესად შეგეძლო 10-იანს რომ მოიტანს ბავშვი. მას გონია რომ ესე იგი რაც არ უნდა გააკეთოს. მე მშობელი არ კმაყოფილდება. ანუ არ ვარ საკმარისი, არ ვარ საჭირო. ან იგივე რომ აი მე შენი გულისთვის ამდენი რამე გადავიტანე და რაღაც რა ვიცი ვშიმშილობდი ან რაღაც არ გავაკეთე, ღამებს ვათენებდი. ბავშვი ფიქრობს, რომ ალბათ მე რო არ გავჩენილიყავი, დედა უფრო ბედნიერი იქნებოდა. და რაღაცა ისეთ რაღაცებს ვაფიქრებთ ამ ბავშვებს, რომელსაც ჩვენ არ გულისხმობთ, რა თქმა უნდა, და არ ვეუბნებით, მაგრამ ისეთ რა საერთოდ თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს სოციალური როლები. ახლა დედის როლი არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ მე როგორ ვექცევი ჩემს შვილებს, ის არ არის განსაზღვრელი, მე რა მგონია. იმათ რა გონიათ და შესაძლებელია იმათ ისეთი რამე გონიათ, რომ აი გამოკითხვის შემთხვევაში ძალიან გაგვიკვირდეს, იმიტომ ჩვენ თავს ასეთებად ვერ ვხედავთ და არ ვიცნობთ. არც ვთქვათ ჰიპერმეურვეთ. ერთხელ მახსოვს ჩემმა ერთ-ერთმა შვილმა რაღაცა კითხვარი შეავსა უფროსმა გოგონამ და იქ ეწერა დედაზე ჰიპერმეურვეო და ყველაზე ნაკლებად ჩემი თავი ჰიპერმეურვე მეგონა და ძალიან დამაფიქრა ამან. ის ესე მხედავს და ახლა მე რა მგონია რა მნიშვნელობა აქვს. ბავშვები ხედავენ ზოგჯერ რომ მათ არჩევენ, რომ ვიღაცა უფრო მეტად უყვართ, მაგალითად ბიჭი ან გოგო, რომ ვიღაცაზე უფრო მეტი აღფრთოვანება არის, თქვა წარმატებულ შვილზე და წარუმატებელზე. და შესაბამისად ისინი რაღაცნაირად იჩაგრებიან ამით, რომ გონიათ, რომ დედას ან მამას ის უფრო უყვარს, ვთქვათ, მაგალითად ბიჭებს ვთქვათ, რომ მამა ჩემი და პრინცესა გონია და ოღონდის პრინცესა ყავდეს კარგად და მე არც ედ არ მიყურებს. აი რაღაც ესე 10, 11, 12 წლის ბიჭებს ვთქვათ ხოლმე და იგივე გარდატეხის ასაკში გოგოებს ვთქვათ, რომ აი ჩემისთვის ჩემი ძმა არის ყველაფერი და მე ნეტა არ გავჩენილი. ანუ რაღაცა ამ ბავშვებს თავისი სერიოზული გაჭირვებები აქვს. რა თქმა უნდა, მათი ხედვა არის გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ სამ ფუნდამენტურ პოსტულატზე დგას ზოგადად ადამიანებს შორის ურთიერთობა და რა თქმა უნდა, მშობლებსა და შვილებს შორის. პირველი არის უპირობო პოზიტიური მიღება
იმ ადამიანის, ვინც ყავს, წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი, წაიქცევა თუ ადგება, ცუდად იქცევა თუ კარგად იქცევა, მან უნდა იცოდეს, რომ მე ის ყველა შემთხვევაში მიყვარს. იმიტომ რომ თუ მას გონია რომ მე მარტო მაშინ მიყვარს, როცა ის კარგად იქცევა, შეიძლება ჩამოუყალიბდეს კარგი ბიჭის ან კარგი გოგოს სინდრომი, აი people pleaser-ებს ეძახიან, რომ გადის გარეთ და ცდილობს რომ ყველას გული მოიგოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ შენიშვნა არ მიცე, რა თქმა უნდა, როჯერსი ამბობს, თუ ბავშვს არ მისცემ შენიშვნას, შეიძლება მისგან ცხოველი მიიღო, თუ მას არ გაუსწორებ, ანუ რაღაცა ნავიგატორი შინაგანი ჩვენი ხო გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს ქცევის დროს და ბავშვსაც უყალიბდება ეს სწორედ ურთიერთობაში პირველ რიგში ის ქცევის მოდელი, რასაც ხედავს, მშობლები როგორ ექცევიან ერთმანეთს, მშობლები როგორ ექცევიან თვითონ მას და იგივე მაგალითად მე თუ ვიტყუები, მე თუ რაღაცას და ამას ბავშვი ხედავს და მას მუდმივად ვეუბნები რომ შენ ნუ მატყუებ და ვინ გასწავლა ტყვილი, მისთვის უკვე კოგნიტური დისონანსი შეიძლება იყოს. აი თქვენ ახსენეთ რომ შენ არ ნიშნავს შენიშვნა არ მისცეო და ნუ ბუნებრივი ამის გარეშე არ გამოდის, მაგრამ კი ეხლა დღევანდელი მიდგომებით სულ არის საუბარი იმაზე რომ უნდა აუცილებლად ვიმეგობროთ ჩვენ შვილთან, მაგრამ აი სად გადის ეს ზღვარი მეგობრობასა და მშობლის თქვათ ფუნქციას შორის, იმიტომ რომ სრულად იყო მეგობარი, არაფერში არ შეზღუდო და ყველაფერში წაყვე, ესეც არ გამოდის და რაღაცა შენი შფოთვები გაქვს როგორც მშობელს და გინდა რაღაცა გარკვეულწილად დაიცვა სხვანაირად მიუდგე, რაღაცა გაითვალისწინო შენი რჩევა, აი როგორ უნდა გავიაროთ ასე თქვათ ამ ბეწვის ხიდზე, რომ არც მეტი მეგობრობა მოგვივიდეს და ჩვენ ფუნქციად შევასრულოთ. ნინო, ცხოვრება არ არის რეპეტიცია. ის უკვე პრემიერა. ამიტომ ჩვენ ბევრი რამე გვეშლება პრემიერაზე. პირველად ვარ დედა და პირველად მასთან ერთად ვიზდები და რა თქმა უნდა მეშლება. ამ კონტინიუმზე, რასაც ქვია ურთიერთობა, ერთი არის ჰიპერმეურვეობა და ყველაფერი მის მაგივრად ვაკეთო და მქონდეს მისი პიროვნება იყოს მთლიანად დაიგნორებული და შენ არავინ გეკითხება, მე როგორც გეტყვი, ისე იქნება და მეორე უკიდურესობა არის, რომ მე მივცე იმდენი თავისუფლება, რისი დატევაც მას უჭირს. სხვა შეზღუდვა მე თვითონ ჩემ შვილებთან ეს მეორე უკიდურესობა მქონდა, ეს მინდა ვაღიარო, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი. იმიტომ აი ის შუალედი ალბათ ადამიანმა უნდა მოძებნოს, რომ სადღაც სიმკაცრე იყოს და სადღაც სირბილე. და ერთადერთი სიმკაცრე, რაშიც მქონდა, ალბათ ეს იყო რაღაცა, რაც ეხებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებლობას და მორალს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერი დანარჩენში აი მე თვითონაც თავისუფლად გავიზარდე და ეს თავისუფლება მივეცი და არსებობს მდგომარეობა, როდესაც ვეღარ იტევს ამ თავისუფლებას და მასაც გონია, ნახეთ, რომ თითქოს ისე აი ერთ მაგალითს მოვიყვან, რაღაც ავტობუსში ღია კართან დგას ბავშვი და დედა ელაპარაკება ვიღაცას და ბავშვი ფიქრობს, დედას რო უყვარდე, ხო მეტყოდა რომ გამოიწია აქედან. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვგრძნობდე, მე მას უყურებდე და ის ხედავდეს, რომ მე მასთან ერთად ვარ. და ეს ამ დაკავებულ დროში, ამ დატვირთულობაში, ჩვენ როგორც აი რაღაცა ორომტრიალში ვცხოვრობ დღეს, მე ვთვლი, რომ ის ყურადღებიან მშობელზე უფრო ღირებული არაფერი არ არის, როდესაც არ გეპარება შენი შვილის ნიუანსები და ფსიქოემოციური კავშირი გაქვს. მარტო ის არა, რა ჭამა, რა დალია, ხო არ შეცივდა, ორ პირში ხო არ მოხვდა და რა ნიშანი მიიღო. აი, თითქოს ამ კითხვების იქით სივრცეს აღარ ტოვებთ. აი, ძირითადად ეს არის მთავარი და მე თავისუფალი ვარ, ხო, დაიძინა, ჯანმრთელია და ის რომ თურმე როგორ უჭირს მას, როგორ უჭირს ურთიერთობები, როგორ უჭირს ის რომ მე მაგ კონფლიქტის სახში ვთქვათ მეუღლესთან ან ის რომ ბებიასთან ან ბაბუასთან როგორ უჭირს რაღაცა თუნდაც ის რომ მისთვის რაღაცა მიუღებელია მშობელში, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად თუ მარტო შენიშვნებად გადავიქეცეთ, ის გიყურებს ძალიან კრიტიკულად მერე და ყველა შეცდომას რაღაცნაირად თითქოს იმახსოვრებს და არაჩვეულებრივად შეუძლია ეს დაგახვედროს და წამოგაწახოს და გითხრას, ой შენ თვითონ როცა ამას აკეთებ ან ამბობ. მაინც ჩემი აზრით, აი მე პირველი ვთქვი უპირობო მიღება, მეორე არის ემპათია. მე 60 გადაცილებულმა უნდა ვეცადო და როგორც შემიძლია ისე შევიდე
მის მდგომარეობაში თანაგანცდა მქონდეს 18 წლის არის ის თუ 5-ის თუ 30-ის და მე თუ მარტო ჩემი გადმოსახედიდან ვეყურე უყურებს სამყაროს, მაშინ მე ვხედავ ფრაგმენტს და აი რაღაც ემპათია იძლევა საშუალებას, რომ თქვენი თვალებითაც შევხედო სამყაროს. აი თქვენი ფეხსაცმელი ინგლისელები ესე ამბობენ, ჩავიცვა და თურმე როგორ გიჭერთ, თურმე როგორ გიჭირთ ეს და ეს ემპათია უმნიშვნელოვანესია და მესამე არის გულწრფელობა. აი ეს გულწრფელობა ზოგს გონია რომ მიახლე ადამიანს, რას გავხარ ამ სისქეხარ, ან ძალიან განიცდია მშობლისგან ამ შენიშვნას, წონაზე, გარეგნობაზე, კანზე გამონაყარი რო აქვს ან რაღაცა და მუდმივად რო ზრუნვის გამო ამის აღნიშვნა ხდება, ძალიან იჩაგრება ბავშვი. გულწრფელობა არის, როდესაც ადამიანი არის თავსებადი საკუთარ ემოციებთან, ყალბათ არ იცინის, ყალბათ არ უხარია, ყალბათ არ ბრაზობს, აი თან და ერთი და იგივე საქციელზე, როდესაც სხვადასხვა რეაქცია გვაქვს. აი ჩემთან ხშირად ვთქვა მშობელს, რომ ყველაფერი ვცადე და არაფერი გამომდის და როცა ყველაფერს ვცდი, არაფერი არ გამოგივა, იმიტომ რომ და რაღაცა შეცდომა ხდება. ტვინში ამ დროს ვერ იგებს ბავშვი რა არის სწორი და რა არ არის სწორი, იმიტომ რომ ხან ერთი და იგივე ქცევაზე ხან ეფერებიან, ხან ესაუბრებიან, ხან ეჭუბებიან, ხან რაღაც ჯიან, ხან ტელეფონს წაართმევენ. მოგეთ აი რაღაცა თანმიმდევრულობა გვაკლია. ალბათ იმის გამოც რომ ერთი რომ პირველად ვართ მშობლები, მე ასე მგონია და მეორე კიდე რომ ის პატერნები, რაც ჩვენთან მშობლები როგორც იქცეოდნენ, ის არის ხოლმე წამყვანი ჩვენს ქცევის რეპერტუარში. ამიტომ შეგვიძლია აუხსნათ, ბოდიში მოუხადოთ თუ რამე შეგვეშალა, ეს ადამიანური ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჯეთი ბოდიშს ვასწავლით ამით, რომ შეეშლება ბოდიში მოეხოს, მადლობა უთხრათ იმისთვის, რომ არსებობს, რომ მე ბედნიერი ვარ, მასმერე რაც შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში, რომ თავისი არსებობა მშობლებმა თუ არ დაუკმაყოფილეს ეს, აბა სხვა არავინ ამ სამყაროში ამ მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს, ხო? რაღაც ყველას აქ რაღაც ესეთი ურთიერთობა მომხმარებლური შეიძლება იყოს გარშემო ურთიერთობები და ეს ოჯახი არის ის კუნძული, სადაც ადამიანს უხარია, უნდა უხაროდეს მისვლა, უნდა ელოდებიან მას არა მარტო გემრიელი საჭმელით, არამედ აი რაღაცა სითბოთ. აი წლების უკაცრავად აი წლების განმავლობაში ეს ბავშვების აღზრდის მეთოდები იცვლება სულ რაღაც აი ტენდენციები არის მე რო მშობელი ვიყავი რაღაც მაშინ პოპულარობა სპოკის წიგნის მიხედვით რაღაცა მე რაღაცა შემოდის ნუ მანამდეც რაღაცა იყო ანუ რაღაცა გაიდლაინებისავით არსებობს ვიღაცის ან წიგნი ან რაღაცა ესეთი ტენდენციები რო მიყვე აი აღზრდის მეთოდს რომელსაც კარნახობს ესა თუ ის სპეციალისტი და აი როგორ იცვლება ეს და რა ტენდენციებია იმისა რომ აი თქვა ჩემ დროს ცოტა სხვანაირად იყო მე ასაკს კი არ ვგული მე უკვე ბაბუა ვარ და უკვე შვილიშვილებთან ურთიერთობაში სხვა როლში შევედი სხვა როლია ეს როგორც მშობელის როლი არ არის შვილიშვილის როლი უპასუხისმგებლო როლია ბაბუობა და ბაბიობა იქ მე ვექვემდებარები ჩემი შვილის პრიორიტეტებს ის როგორ გადაწყვეტს მაგრამ არსებობს რაღაც შიდა კულუარული კონტაქტები, როდესაც აი ჩემი შვილიშვილი და თავდაცვის მიზნით გამორბის თქვა ჩემთან, რომ იქ იცის რომ იქ მუდმივი დაცვა. აი როგორ დავიცვათ ეს ბალანსი, რომ აი თქვა რაღაც აკრძალული თავისუფლება და აი რა კონტროლი როგორ უნდა ვაწარმოოთ ამისი, რომ აი დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. საერთოდ რაღაცა ღირებულებები დროში არ იცვლება, ეს არის უცვალებელი კატეგორია, მაგრამ ფორმები ძალიან იცვლება. შინაარსი შეიძლება იგივე იყოს, ფორმა იცვლება. საერთოდ დედაშვილობაზე უფრო დიდი ღირებულება არ არსებობს და ბებია ბაბუობაზე უფრო დიდი სიტკბო კიდე არ არსებობს და ჩემი აზრით ეს არის ჩვენი კულტურის ყველაზე საუკეთესო ნაწილი, რომ არსებობენ ბებია ბაბუები, რომელიც ჩუმად კამფეთს მისცემენ, იმიტომ რომ ის მას აქვს ადგილი, სადაც ელოდებიან, სადაც ის
რაღაცა არის ვიღაც ისეთი, რომელიც არ უბრაზდება არაფერზე და ესაუბრება. აი ბებია ბაბუას აქვს უპირობო მიღება და ემპათია, რაც მშობელს უჭირს, იმიტომ რომ მას დიდი პასუხისმგებლობა აქვს და აი ეს საზღვარი ნინო, რაც თქვენ თქვით, ნამდვილად უფრო უჭირსო დაიცვას, იმიტომ რომ ბებია ბაბუა ბავშვებს აფუჭებენ, აი ჩვენ ასე და ისე უკიდურესობებში ვარდებით. ერთი უკიდურესობა იყო, რომ ძალიან კატეგორიული და სიმკაცრე და როზგივით რაღაცა და შეურაცხყოფა და მეორე უკიდურესობა შეიძლება თავზე რო ქვაბი დაგამხოს, არავინ შენიშვნას არ მისცემს, იმიტომ რომ არ შეიძლება არ დაისტრესოს და ესეც არაჯანსაღია, რომ რას ნიშნავს დაისტრესოს, თქოთ, იგივე, აბა როგორ უნდა ისწავლოს, რომ რაღაცა ქცევა მისაღებია და რაღაცა არ არის მისაღები. იცით როგორ არის რაღაც 6, აი როდესაც კბილებს იცვლიან ბავშვები 6-7 წლის ასაკში, ეგ არის დრო, როდესაც მას შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა თავის ქცევაზე. მანამდე აი დაჟჯას რაღაც ყვირილს ჭუბს საერთოდ აზრი არ აქვს. უბრალოდ მანამდე მოდელი ქცევის, მე როგორ ვიქცევი, რას ვაჩვენებ და გადართვას უნდა აკეთებ. ესე რაღაცა ისეთი ქცევიდან მეუღებელი მის ქცევის შეფასების იგნორირება და შეიძლება რაღაც კარგი ქცევის შეთავაზება. რაღაც უზრდელური სიტყვის მაგივრად გაუსწორო და კარგი ზდილობიანი მოასმეინო, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია ჩვენ როგორ ვმეტყველებთ, ჩვენ როგორც ვმეტყველებთ, ისე ვაზროვნებთ და იმ რას ვასწავლით მას, ხო? და 6-7 წლის ასაკიდან აი კბილებს როცა იცვლის, აღცარებაც მაგ დროს შეუძლია თქვას, პირველ აღცარებას ამ დროს ადამიანი 6-7 წლის ასაკში, როცა შეუძლია რაღაცაზე, თავის ქცევაზე აიღოს პასუხისმგებლობა, მანამდე არ შეუძლია და ამიტომ ჩვენ რაღაცა ვიხარჯებით აი ამ 6 წლამდე ამ მართლა უმნიშვნელოვანესი პერიოდია, როცა პიროვნული კარკასი ყალიბდება, ნდობა, უნდობლობა, გენებისყოფის კარკასი, იგივე ესქესთან იდენტიფიცირება, ავტონომიურობა, დამოუკიდებლობა, წარმოუდგენელი თვისება, პიროვნული მახასიათებლებია და ასევე დანაშაულის სირცხვილი, ნეგატიური აზროვნება. ეს ყველაფერი მაშინ ყალიბდება, მაგრამ ეს ყალიბდება იმ ფონზე, რა ფონშიც და რა კონტექსტშიც ბავშვი ცხოვრობს, როგორც და მთელი რიგი ფიქსაციები, იგივე გამკლავების მექანიზმები, ორალური სიგარეტი იქნება სამომავლოდ თუ სმა თუ ჭამა თუ რაიმე ნებისმიერ თამაში, რაც მე ქცევებში ჩვენი აი ბავშვების კუჟნაწლავი როგორ არეგულირებენ და როგორ ვექცევით მაგ დროს. აი რომ ჩვენ როგორ ვექცევით მათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბავშვებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ახლა აჯერთი ტემპერამენტი მოყვება ყველას თავისი სხვადასხვა, ტემპერამენტი არის ის მოცემულობა, რომელიც არ იცვლება, კომპენსირდება, მაგრამ არ იცვლება. გენეტიკური მდგენელი არის სერიოზული და შეიძლება გავს მაგალითად სიდედრის დას ან დედამთილის ძმას, რომელიც დიდათ არ მოგწონს ან ვიღაც ისეც, რომელიც ჩვენთვის არ არის მოსაწონი, თან მეორე მხარეა ზოგისთვის, რაღაც შეიძლება მტრული და იმას რო გავს, ეს იწვევს აგრესიას ადამიანში და ვიღაცა კიდე მოწონს ესეთი უნდოდა და ეს ყველაფერი არ იკარგება და ის მას სენსორები აქვს და ამას გრძნობს და ვიცი, მე მგონი გულწრფელობაზე უკეთესი აღსტაში არაფერი არ არის, შეცდომის აღიარებაზე. იცით, აი ესეც არის, ხო არის, რომ ბავშვის წინაშე არ უნდა ვიჩხუბოთ. გასაგებია, მაგრამ თუ შემთხვევით ვიჩხუბეთ, ეხლა თქვენ როგორ გონიათ, იქითა ოთახში რომ მოვჩეჭოთ ერთმანეთი და გამოვიდეთ, მე ვითომ კარგ ხასიათზე ვართ, ვერ გზნობს რომ ვატყუებთ. ის ჩხუბიც ბუნებრივია და შეიძლება მეუტრიალდე და უთხრა რომ აპატიე მე ეს არ მოვიქეცე ახლა სწორად შენს წინაშე შენ და იმიტომ რომ იმანაც რაღაცა ბრაზი არის ჩვენი ღირებულების სისტემის საზომი. რაზე ვბრაზობთ ჩვენ? რაღაცა რაც ჩვენთვის მიუღებელია, ხო და თუ ეს ბრაზი ვერ დაინახა ვერასოდეს ბავშვმა, მაშინ რა გამოდის? რომ ყველაფერი მისაღებია? არა, რა თქმა უნდა. ამიტომ რაღაც იცით გულწრფელობა იმ ჩვენ შეცდომებთან ერთად, რომელსაც უამრავს უშვებთ, ხა რა თქმა უნდა და რომ შეიძლებოდეს დროის დაბრუნება, იმიტომ ვთქვი, რომ ეს რეპეტიცია არ არის და სამწუხაროდ ვერასოდეს ვეღარ გაიმეორებ. მართლაც პირდაპირ
მართლაც პირდაპირ ეთერში ვცხოვრობთ და პირდაპირ პრემიერაზე ვართ. ამიტომ ადამიანები ვარ, თუ არ წავიქეცი, თუ არ შემეშალა, მაშინ მე ადამიანად ვერც ჩამოვყალიბდები, იმიტომ რომ ემპათია საიდან ვიქნები ტოლერანტული, როდესაც მე მგონია ჩემი თავი უშეცდომო და ყველაფრის ცოდნე. ყველაზე მეტად ასეთ ადამიანებთან არის ურთიერთობა მძიმე, როცა გონიათ რომ შეცდომის გარეშე ცხოვრობენ და ვაღიაროთ და გულწრფელად, რა ვიცი. პრემიერა პირდაპირ, თუმცა შემდგომში გამოსწორება შეგვიძლია, რაც ყველაფერს შეიძლება გამოსწორება. მადლობა ეს რო თქვით, იმიტომ რომ არ არსებობს შეცდომა, რომლის გამოსწორებაც არ შეიძლება და საერთოდ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ძალიან დიდი მადლობა. ეს ამოუწურავი თემაა და რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა კიდევ გვაქვს, მაგრამ ამაზე აუცილებლად შემდგომში კიდევ ვისაუბრებთ. უღმესი მადლობა სტუმრების